ჩვენ ბოლო 5 წელია განსაკუთრებულად ინტენსიურ რეჟიმში მუშაობთ რუსული ჰიბრიდული საფრთხების წინააღმდეგ რეგიონში და ვართ ფაქტიურად ერთადერთი ორგანიზაცია, ვინც ამ მიმართულებებით მუშაობს. განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ რეგიონში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განსაკუთრებით გაგვეძლიერებინა სწავლა, ტრენინგის მიმართულება და სწორედ ამის გამო ვიქეცით ჩვენ რუსული სპეცსამსახურების სამიზნე და ფაქტია განსაკუთრებულად აი ოკუპირებულ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ როგორ აქტიურად მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები ყველამ კარგად იცის, როგორ მუშაობენ რუსული კიბერჯგუფები, ესაც ყველამ კარგად იცის და როგორ მუშაობს რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფი ხელისუფლება, ის ვერტიკალი, რომელსაც წარმოადგენს ამ ეტაპზე მოსამართლე გერგაული და რაჟდენ კუპრაშვილი თავისი ანტიკორუფციულ ბიუროსთან ერთად, სწორედ ამ ხალხის ხელით ცდილობენ ახლა რუსული სპეცსამსახურები, რომ ჩვენზე მოიტანონ იერიში, თუმცა ჩვენ ამაზე, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა, ჩვენ თავიდანვე ვიცოდით და მზად ვიყავით იმისთვის, რომ ხელისუფლება, რომელიც დაფუძნებულია ერთ ვერტიკალზე, რომელიც პირდაპირ ინსტრუქციებს იღებს FSB-დან და რუსული სპეცსამსახურებიდან, ის ჩვენს წინააღმდეგ მოიტანდა იერის, აქ არ აქვს მნიშვნელობა, რეალურად ჩვენ სასამართლო სისტემა არ არსებობს, ინსტიტუციები არ არსებობს, კანონმდებლობა ქვეყანაში არ არსებობს, მიტაცებული აქვს ერთ ბანდიტურ ჯგუფს მთელი ხელისუფლება და ჩვენ ყველაფერი უნდა ვიყვნოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავიხსნათ აი ამ რუსული კლანჭებიდან და ეგ არის ერთადერთი მიზეზი, სწორედ ის, რომ ჩვენ მუშაობთ რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, არაერთი ტრენინგი გვაქვს ამ მიმართულებით, არაერთი შეხვედრა, არაერთი ფილმი, არაერთი, რა ვიცი, კვლევა, ძიება ამ მიმართულებით, ასევე მინდა გამოვყო განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილის ოფშორებში გადამალული თანხები, ბიძინა ივანიშვილის კავშირები რუსულ ირგარქებთან, ტერორისტებთან, თაღლითობაში მხილებულ ხალხთან, აი ეს კვლევებიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენ, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოხვდათ ალბათ გულზე აი მავნებლებს. გადაწყვეტეს, რომ აი ამით თვითონ გაგვაჩენონ. ესენი უბრალოდ ჩვენ არ გვიცნობენ, ესენი ექვემდებარებიან შეიძლება რუსულ სპეცსამსახურებს და ასრულებენ მათ დავალებას და ფიქრობენ, რომ აი ხვალ შეიძლება ხელისუფლება და ხვალ ალბათ გადალაგდებიან, სადაც არ უნდა გადალაგდნენ, უბრალოდ არ მოვასვენებთ და განა რამდენი ხანი იქნება, რამდენი თვე იქნება ეს ხელისუფლება, ისინი აი საკუთარ თავზე იწვევენ იმას, რასაც ახლა ჩვენი ოჯახები გადიან.